მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო საყვარლებო. ჩემთან მოვიდა ესეთი ხმა, რომელიც ძალიან საწყენია და მინდა რომ აი ამ თემასთან დაკავშირებით მე ჩავწერო ლაივი. შემომიერთდით? ეს ჩემი ლამაზი თმები ესე გადმოვიყარო გვერდით. აბა, სათხართ, საყვარლებო? აი ნახეთ. ეხლა და აი ასე. დიდად. აი ასე. ქრისტიანული ცოლქმრობა. ხელზე უკეთებს მამაკაცი ბეჭედს ქალს და მერე ქალი უკეთებს ბეჭედს მამაკაცს. ხო? საინტერესოა. და ქვემოთ უწერია რომ ისა საკვანძო მუხლები ასე რა. აი ამ მუხლებში შეგვიძლია რომ ჩავიხედოთ, მაგრამ სანამ ამ მუხლებში ჩავიხედავდეთ მეგობრებო რა. აი ხა მე მინდა რომ ძალიან საინტერესო რაღაცა მოვყვე. თურმე რამოდენიმე მამაკაცი გამოიყვანა მწყობრიდან იმ აზრმა რომ მე გავაჟღერა რომ ესე იგი ქრისტეს ყავდა ცოლი და შვილი და რაღაცა არგუმენტირება ვერ დავწერე თურმე და რაღაცა. ეხლა მე მესმის იმ ადამიანებისთვის შეიძლება იყოს შოკი რომ რა ქრისტეს რა ცოლი უნდა ყოლოდა და რატო უნდა ყოლოდა, სად არის მტკიცებულება და სად არის ასე შემდეგ და მე მინდა მოდი ერთად ვიმსჯელოთ იმ ადამიანებმა რომელ ადამიანებსაც ეჭვი უჩნდებათ იმასთან დაკავშირებით რომ ყავდა თუ არა ქრისტეს ცოლი, როგორ შეიძლებოდა რომ ქრისტეს ცოლი ყოლოდა. მოდი აქ დავამატებ კიდე ერთ ადამიანს კინგს, რომელსაც ძალიან აინტერესებს ეს საკითხი და ის ელოდება ჩემგან არგუმენტებს. კინგ ელისეი. და აი ასე მეგობრებო. მანამდე თქვენ მინდა დამიწეროთ რომ რას ფიქრობთ, ყავდა ქრისტეს ცოლი თუ არ ყავდა? და მოდი ახლა ვიმსჯელოთ. ჩვენ ვიცით რომ ქრისტე გვეუბნება რომ მომბაძეთ მე და იყავით ვითარცა მე, გახდით ვითარცა მე და ჩემდენს შეძლებთ, ხო? აი არგუმენტები ეს ბიბლიიდან მომყავს, ხოლოდ არგუმენტები ახლა მე არ დავიწყებ იმას, არ ჩამოვთვლი რომ იქ სადღაცა ვნახე რომ იქ ეწერა ინტერნეტში რომ აი ეს იმას შვილები ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე აბსოლუტურად მხოლოდ ბიბლიიდან გავაკეთებ არგუმენტირებას. თუ რატო შეიძლება ყოლოდა ქრისტეს ცოლი და რა იყო აქ ანუ რატო არ უნდა ყოლოდა ქრისტეს ცოლი? მოდი ჯერ ამაზე რატო არ შეიძლებოდა რომ ყოლოდა ქრისტეს ცოლი და მე იმასაც მოყვები და რატომ უნდა ყოლოდა ქრისტეს ცოლი? აი ამას ვიტყვი მე რა. ხო და მე იმას კი არ გეუბნებით რომ ჩემს აზრებს თავზე მოგახოთ და აი ხა ჩემი სიტყვა კანონია და რასაც ვიტყვი ისეა. მეგობრებო, არა. კაცი არ ხარ და კაცისას მსჯელობ დაო. არა, კინგ, მე კაცისას არ ვსჯელობ, მე ქალის გადმოსახედვიდან ვსჯელობ იმას, რაც ქრისტემ გვითხრა, იმიტომ რომ ქრისტე კაცებსაც ელაპარაკებოდა და ქალებსაც. ასე რომ ნუ დავყოფთ ესე კაცებად და ქალებად ერთმანეთს, ერთად ვიმსჯელოთ კაცებმაც და ქალებმაც, კარგით? იმიტომ რომ ქალს რაც არ უნდა მოუნდეს, შვილს ვერ გააჩენს, თუ კაცი არ ყავდა და კაცს რაც არ უნდა მოუნდეს, შვილი გააჩინოს, ვერ გააჩენს თუ ქალი არ ყავდა, ხო ასია? და ბიბლია მაქვს წაკითხული კინგ და ბიბლია რომ არ მქონდეს წაკითხული, მე ქრისტეს სიტყვებით წაკითხული მაქვს 1-5,000 ჯერ ალბათ. 5,000 ჯერ არა, მაგრამ ძალიან ბევრი. და მოდი აი ამ ქრისტეს სიტყვებით ვიმსჯელებ ახლა მე, კარგი კინგ, ნუ ხარ აღელვებული, არ აღელვდე, მართლა მე ვცდილობ რომ გაგაგებინო შენ მე რას ვფიქრობ და მეც ვეცდები რომ გავიგო შენი აზრები, ხომ? და ნებისმიერ იმ მამაკაცის აზრები, რომელსაც არ შეუძლია იმის წარმოდგენა რომ ქრისტეს ყავდა ცოლი. მოდი ახლა ვიმსჯელოთ იმაზე. რატომ უნდა ყოლოდა ქრისტეს ცოლი და რატომ არ უნდა ყოლოდა ქრისტეს ცოლი? ეხლა ჯერ დავიწყოთ რატომ უნდა ყოლოდა ქრისტეს ცოლი, კარგით?
ქრისტე არიგებს თავის ხალხს, მოწაფეებს და გასწავლის ჩვენ თავის მოწაფეების სიტყვით და თავის მოწაფეების გავლით ჩვენ გვაწვდის სიტყვას და გვასწავლის ჩვენ, ხომ ასია? ეს საკითხი ღვთაებას ეხება. დიახ, ღვთაებას ეხება, კი, მე არ ვამბობ იმას, რომ ადამიანი, რომელიც შვილს გააჩენს, ის ღვთიური არ შეიძლება იყოს. ან ადამიანი, რომელიც ქალთან დაწვება, ის ღვთიური არ შეიძლება იყოს. ზუსტად მაგაზია საკითხი და ზუსტად მანდ მიდის დიდი ომი, კი. მანდ მიდის და ეხლა მომისმინე ერთი წუთით, სანამ გავბრაზდებით და ავღელდებით, ხო? უბრალოდ მომისმინე და მე ისინი დაწერე, შენი არგუმენტები მოგისმენ მე ბოლომდე რა. ვიცით, რომ ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ ადამიანიო, რო ეკითხებიან, როდის არისო ღალატიო, როდის ითვლებაო ღალატადო, რომ ადამიანი ცოლთან რო წევსო და სხვაზე უბრალოდ როდის ითვლება ღალატი ღალატათო ეკითხებიან და ქრისტემ უპასუხა ასეთი რაღაც. მე გეტყვით თქვენო, რომ როდესაც მამაკაცი ქალთან წევს და სხვაზე ფიქრობსო, ისიც ღალატად ითვლებაო. ეგ ერთი სიტყვა შენც იცი, ხო? კინგრო ასე უპასუხა. მოდი ახლა გეტყვი იმას რა. თუ ქრისტე ცოლ-ქმრობას არ ეთანხმებოდა, მაშინ ქრისტეს უნდა ეპასუხა წესით ასე, რომ საერთოდ ქალთან არ უნდა დაწვე. ხო, არ უნდა დაწვე ქალთან, საერთოდ ჯობია. როგორც ჩემს მოწაფეს მე გასწავლე შენ, რომ ქალთან არ უნდა დაწვე, ეს არის უწმინდურობა. მომბაძეთ ვითარცა მე გახდითო, ხო? ესე მეორე მხრივ ეუბნება ქრისტე, რომ მე უნდა მომბაძოთ და ჩემნაირი გახდეთო. დაივიწყეთო ცოლი, ქმარი, შვილი, დედა, მამა და ასე შემდეგ და მე გახდით ჩემნაირებიო. მასჩასა და მე თუ ქრისტე გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მისნაირები და ქრისტეს არ ყავდა ცოლი, მაშინ აი ეს საკითხი აბსოლუტურად ამოვარდნილია კონცეფტიდან. აი ამ საკითხს ცოლ-ქმრობა საერთოდ არ უნდა ეწოდებოდეს ქრისტიანული. მაშინ ეს არის წარმართული. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ იმ სიტყვებით, რომ ქრისტეს არ ყავდა ცოლი. რამე თუ ქრისტე გვეუბნება მომბაძეთ მე და ბოლო ჟამს უნდა გახდეს ყველა ქრისტიანი. შანსი არ აქვს, რომ არ გახდეს, ის ვერ გადარჩება, ხო? მასშასადამე იმ მამაოსი არ იყოს, ღმერთმა ქნასო რომ ამოვწყდეთო მთლიანათო მონაზნობაშიო, გამოდის ის, რომ ის მამაოს მართალი ყოფილა. რასაც ამბობდა? ანუ ის გვეუბნებოდა, რომ ქრისტეს უნდა მივბაძოთო და საერთოდ ნუ დავქორწინდებითო და ამოვწყდეთო ბარემო რა. და ამას ეწინააღმდეგება ის სიტყვები, რომ ქრისტე ეუბნება იმ მენელსაცხებელ დედებს, რომლებიც მიყვებიან ჯვარცმაზე, რომ ჩემზე ნუ დარდობთ და ნუ ტირითო, წადით თქვენ შვილებს მიხედეთო, რამე თუ მოვა დრო, რომ ისეთი დრო მოვაო, რომ იტყვიანო, დალოცავენო ძუძუებსო და იმ საშოსო, საიდან შვილი არ გამოსულა და შვილისთვის არ მოუწოვებია ძუძო. ანუ კრიტიკულად ამბობს ქრისტე, რომ ის დრო მოდისო და მიხედეთ თქვენ შვილებსო, გესმის? ანუ ესე იგი ქრისტე არის მომხრე, რომ ცოლები ყავდეთ და შვილებიც გააჩინონ, ხო? მაშინ იმ ქალებისთვის უნდა ეთქვა, გამომყევით ბოლომდე ჯვარცმაზე, რამე თუ თქვენი შვილები უმნიშვნელოვანოვანი არიან, რამე თუ ისინი ისედაც წარწყმენდილები არიან და საერთოდ არ უნდა გაჩენილიყვნენ. ანუ ბავშვები უყვარს ქრისტეს, ჩვენ ხო ვიცით არა? და არც იმას ეუბნება თავის მოწაფეებს და არც ერთ მის ამბობში არ ამბობს და არ ეუბნება, რომ ნუ დაწვევით ქალთან. დაისაჭურისეთ თავები. არ ამბობს, არა, პირიქით, პირზე კოცნით ხდება მაგდალინელს. ეხლა საკითხავია, პირზე კოცნით როცა ხდება მაგდალინელს, არის მაგდალინელი მისი ცოლი თუ არ არის, ხო? აი ეს საკითხი, რა ვიცი, რატო მამაკაც არ უნდა ნორმალურად მოაზროვნე მამაკაც, რომელიც ცოლ-ქმრობაში უწმინდურობას ხედავს, მას პრობლემა აქვს ძალიან დიდი. ქრისტეს არასდროს არ უთქვავს, რომ ცოლ-ქმრობა უწმინდურია, არასდროს არ უთქვავს, რომ ცოლსა და როდესაც ცოლს ყავს ქმარი და ქმარს ყავს ცოლი, ეს არის უწმინდური. მაგრამ რახან ამბობს, რომ ის მომბაძეთ მეო და ჩვენ მაინც არ უბაძავთ იმაში, რომ ქრისტეს არც ცოლი ყავდა, არც ქმარი ყავდა, ხო? ნუ ეხლა დღესდღეობით კაცებსაც ქმრები ყავთ. ხო შეიძლება იფიქრონ ადამიანებმა, რომ ქმარი ყავდა, თუ ცოლი არ ყავდა, ხო? ნუ მაგიტომ თქვი. ღმერთმა დაგვიფაროს.
და მას რას გვასწავლის ქრისტე? ესე იგი არც ცოლი ყავდეს, კაცებს ცოლები არ ყავდეს და ქალებს ქმრები არ ყავდეს. ესე იგი დაღუპულა ჩვენი საქმე წასულა. აბსოლუტურად ყველაფერს არასწორად ვასწავლით. მაშინ როცა ჯვარს წერთ, ქრისტეს სახელით წერთ ჯვარს და რატო კაცო ქრისტე გვეუბნება რომ არ უნდა გყავდეს ცოლი მე მომბაძე. ამ ცოდვილ მიწაზე ხვდები ბევრის არ არის. ამ ცოდვილ მიწაზე ხვედრი ბევრის არ არის. მონაზვნობა ნეტარებაა და ქრისტეს არ უთქვას რომ მონაზონი გახდიო და მონაზვნებზე რა თქვა იცი? კინგ მონაზვნებს ესე რო ეკითხებიან რომ აი წავიდესო ბერათო აღიკვეცოსო მაგასაც ეკითხებიან თავის მოწაფეები და ვისაც არ შეუძლიაო ერში ცხოვრებაო ის წავიდეს და მონათა აღიკვეცოსო მაგრამ ვისაც შეუძლიაო ის ერში უნდა დარჩესო. ხედავ ნახე რას ეუბნება. იმას კი არ ეუბნება რომ იცი რა აი მე როცა მომბაძავ მე არ მყავს ცოლი და არც შენ უნდა გყავდეს ცოლი. გესმის? ანუ ქრისტე როცა ჩვენ გვასწავლის რომ მომბაძეთ მე, გახდით ვითარცა მე, იმას რომ ცოლი არ ყავდეს, ეს იქნება დაუშვებელი, აბსოლუტურად დაუშვებელი, იმიტომ რომ თავის თავს ეწინააღმდეგება, თავის სწავლებებს ეწინააღმდეგება. თუ ყველას გვეუბნება რომ უნდა მივბაძოთ ქრისტეს, აი წარმოიდგინეთ რა ქრისტე გვეუბნება თავის სიტყვებს ეწინააღმდეგება თუ ამბობს რომ მომბაძეთ მე და იყავით ვითარცა ქრისტიანიო და ჩვენ მაინც არ ვბაძავთ და ცოლები მოყავს და ქმრები მოყავს ქროზე ქორწინდებით და ქრისტიანები ქვია მაინც არ არსებობს ეგეთი რამე არც ერთ მამაკაცს მე არ ვურჩევდი იმას რომ დაუშვებელი გახადოს რომ ქრისტეს ცოლი არ ყავდა არ არსებობს შეურაცხყოფა არის ქრისტესი ქრისტეს რომ ცოლი არ ყოლოდა ეს არის ქრისტეს შეურაცხყოფა. იცით რა, აი ქალი კინგი მეუბნება რომ შენო კაცის პირით ლაპარაკობო, ქალი ხარო და კაცის პირით. იცით რა, მეგობრებო, მე პირდაპირ გეტყვით ერთ რამეს რა. კაცი რომელსაც ვერ წარმოუდგენია რომ ცოლი ყავდეს და მისი თანასწორი იყოს ყველა დროში, ამ დროში, იმ დროში და ყველა დროში, იმ კაცს დარღვევები აქვს თავის თავში. ასევე მე ვერ გეტყვით რომ ქრისტეს დარღვევები ქონა თავის თავში. იმას აუცილებლად უნდა ყოლოდა ცოლი, რამე თუ მისი სიტყვები გამართლდეს. და გამართლება არ უნდა ქრისტეს სიტყვებს. თუ ქრისტეს არ ეყოლებოდა ცოლი, მაშინ მისი არც ერთი სიტყვა არ მართლდება, როცა ის გვასწავლის, რომ მომბაძეთ ვითარცა მე. იყავით, ვითარცა ჩემნაირნი. გააკეთეთ საქმენი როგორც მე ვაკეთებ, ხო? და ესე იგი გამოდის რომ ქრისტე გვეუბნება არ დაქორწინდეთ გაანებეთ თავი ყველას ნუ დაქორწინდებით თორემ თქვენ ქრისტიანებად ვერ შეირაცხებით ესე იგი რახან გამოდის რომ მე სამი შვილი რომ მყავს და ქმარიც რომ მყავს გვერდით ქრისტიანი აღარ უნდა მეწოდოს ანუ მაგას მეუბნებით მე რა მაგითი რომ თქვენ როდესაც ამბობთ რომ ქრისტეს ცოლი არ ყავდა და ოჯახი არ ყავდა საერთოდ მეუბნებით მე რომ მე რომელსაც ოჯახი მყავს და სამი შვილი რომ მე პირი მაქვს დასაკუმი და ქრისტიანი არასდროს ცხოვრებაში არ უნდა მეწოდოს იმიტომ რომ სამი შვილის დედა ეხლა მივატოვო ეს სამი შვილი და ჩემი მეუღლე და წავიდე და ქრისტიანი ვარ თქო გავგიჟდე თუ რა ხდება ესე ვიძახო რომ ეხლა მე ქრისტეს რაერი გავხდი და ქრისტეს არ ცოლი ყავდა არ შვილი და მიატოვა თავისი ცოლ-შვილი და წავიდა უბრალოდ არ მიატოვა არ ყავდა აი გამეცით პასუხი გამეცით უბრალოდ რა ესე იგი არც ერთი ის ადამიანი რომელიც ოჯახის სიწმინდე დაარსა ილიამ რა ოჯახის სიწმინდეზეა ლაპარაკი ქრისტეს არ ყავდა ოჯახი კარგად ვარ ლევან როგორ ხარ რომ მეკითხება არ ხარ მართალიო კინგ რატო არ ვარ დააკომენტა აი არგუმენტი მომიყვანე რატომ არ ვჯელობ ეხლა მე სწორად რა არგუმენტი მომიყვანე და მომიყვანე რაში ვწდები ის მითხარი აი ეხლა მე გითხარი თუ ქრისტეს არ ყავდა ოჯახი ესე იგი ყველა ბავშვი არის აბსოლუტურად ცოდვილი და ცოდვის
ეს არის ნაყოფი არა და ჩვენ ნებისმიერი ოჯახი, რომელიც ქორწინდებით და ოჯახს ვქნით, ისინი არაქრისტიანები ვართ და აი ჯურისწერაც არაქრისტიანობა არის. აი ეს არის არაქრისტიანული. აი ეს აბსოლუტურად არაქრისტიანული. მომიყვანე მაგალითი, რატომ უნდა დავლოცოთ საერთოდ ოჯახის შემქმნელი ადამიანები. რატომ ვლოცავთ ოჯახს? ქრისტემ მოგცა მაგის მაგალითი? არა, ვერ იგებ, კი, ძალიან აღელვებული ხარ და ვერ იგებ, რატო ვამბობ, რომ არ ყავდა თავად ამბობო. არ ყავდა. ვერ იგებ, რატო ვამბობ, იმიტომ რომ აღელვებული ხარ. აბასი დაწყნარებულზე უყურე ხა ამ ვიდეოს და მე მიხვდები, რატომ ვამბობ მაგას, არ ყავდაო თავად ამბობო. და ნებისმიერ თქვენგანი ახლა ვინც მიყურებთ რა, ჩვენ ახლა მსჯელობთ. ჩემი აზრით. ჩაქრთავ. აი, დაგამატებ. გამატებ აბა. აბა ჩაერთეთ თქვენ საუბარში მეგობრებო რა. თუ არ ჩაერთვებით ახლა მე თქვი ჩემი მოსაზრება. ქრისტეს რომ არ ყავდათ ცოლი, თუ არ ყავდათ ცოლი, მაშინ ჩვენ დაღუპული ყოფილვართ ყველა ის ვისაც ოჯახი ყავს რა. და ანუ მაგარი ცუდ დღეში ყოფილვართ ჩვენ ყველა. და მე რომ მგონია რომ ეკლესიაში დავიწერე ჯვარი და ღმერთთან ახლოს ვარ და რაღაცა თურმე მაგარი ცუდ დღეში ყოფილვარ და აი ამოტრიალებულ გონებაში ყოფილვარ და აი ეს ამიხსენით ახლა რატომ წერენ ეკლესიაში ჯვარს თუ ქრისტე არ გვაძლევს ამის მაგალითს. თუ ამას ამიხსნით, მადლობას გეტყვით. აი ახლა ამატებს კინგს და ნახოთ ვინ კინგი ამიცნობს. კინგ არ გრთავს თუ რა ხდება? საუბრობთ ქალბატონო, ცოლქმრობა ცოდა რომ იყოს უფალი ქალს და კაცს ადამიანს და ევას არ შექმნა. ხო, მაგას ვსაუბრობ მეც, გიო, კი. მაგას ვსაუბრობ, რომ რატო უნდა შეწინააღმდეგებოდა ქრისტე, რომ ყოლოდა ცოლი. საერთოდ არ შეწინააღმდეგებოდა, მისი მისია იყო რომ მოსულიყო და ჯვარს ცმულიყო, მაგრამ იქ არ ეწერა რომ ცოლის ყოლის უფლება არ ქონდა. არსად არ წერია რომ ცოლის ყოლის უფლება არ აქვს ქრისტეს. ან თუ კი ცოლი ეყოლება, ის წმინდა ვეღარ იქნება. ანუ რატომ გააქვთ ეს მოსაზრება რომ ცოლი არ ჰყავდა ქრისტეს და რატომ უწოდებთ ცოლქმრობას უწმინდურობას? იცი რატომ არგუმენტები მოხავთ ხოლმე რომ ქრისტეს რო ცოლი ყოლოდაო ეს უწმინდურებაში იქნებოდა. უწმინდურებაში როდის აქეთ არის ცოლქმრობა უწმინდური? მრუშობა სხვა რამეა, მრუშობას რო ყიდი შენს სხეულს და დღეს ერთ კაცთან რო ხარ, ხვალ მეორესთან და მზეგ მესამესთან და თუ ქრისტეს მრუშობა აქვს, იქ მოხსენებული ნუღა გააკეთებ, 7 ქმარი ყავდაო, არც ერთი არ იყო შენიო და ნუღა იზაო ეგეთ რაღაცასო. ხო, ეუბნება სამარიტელ დედაკაცს. შენი მოძებნეო, გესმის და იცით რა ეტყო და საერთოდ ნუ გეყოლება ქმარიო და მე გამომყევიო, წამოდიო, ჩემთან იარეო, ეტყო და ამას. რატო არ გთავს? კინგ, არ ვიცი, არ ირთვება მგონი. ესა ბატარია აქვს მაგას შენ ტელეფონს? ხო და ანუ რატო აღიზიანებთ ადამიანებს ქრისტეს ცოლის ყოლა? არავითარ შემთხვევაში ცოლის ყოლა, როდესაც შენ მეორე ნახევართან ერთად ხარ, არ არის უწმინდურობა. ეს რომელმა მცნებამ ჩაგიდოთ თავში და რომელმა ამოტრიალებულმა გასწავლათ, არ ვიცი, მაგრამ სიწმინდის შენარჩუნება არის, როდესაც შენ და შენი მეუღლე, როცა მეორე ნახევარი ნახე, მის იქით აღარ გაიხედები საერთოდ.
და რახან ღმერთმა თავისი ძე შექმნა, თავისი ასულს არ შექმნიდა? ანუ ძე რო შექმნა, მას მეორე ნახევარს არ შეუქმნიდა, თუ საწყალ მარტოსულად ამყოფებდა, სულ ვერ გავიგე. ქრისტეს მეორე ნახევარს არ შეუქმნიდა? რამე თუ მთლიანობა არს, ვითარცა დედაკაცში და მამაკაცში, ხო? თუ დედაკაცი და მამაკაცი არ არსებობს, ნაყოფი არ არსებობს იქ. თქვენ გონიათ, მამა ზეციერი რომ არის, დედა ზეციერი არ არის? დედა ზეციერი სულიწმინდა არის და მამა ზეციერი არის, მამა ზეციერი, რომელზეც ქრისტე საუბრობს. და მაშინ იცი როგორ იქნებოდა? საერთოდ ცოლი რო არ შეიძლება რომ მყავდეს, ცოლის ყოლა თუ არის ძალიან საშინელება და დაუშვებელი, პირდაპირ გვეტყოდა ქრისტე. არ შეიძლება ცოლის ყოლა. ანუ ხტებით მე რა მიმიყვანა, რა აზროვნება მიმიყვანა იქამდე რომ ქრისტეს უეჭველი უნდა ყოლოდა ცოლი, რომ აი მე ეს კითხვები არ დასმულიყო, რომ თუ ქრისტეს ცოლი არ ყავდა, ჩვენ როგორ მივბაძოთ? თუ ქრისტეს ცოლი არ ყავდა, მე რაში მივბაძო? ოჯახი რომ ყავსა, ტყუილა ვამაყობ, ჩემი ოჯახი თქვათ? ტყუილად ვამაყობ, რომ მე ღმერთმა კაცი გამომიგზავნა, რომელისგანაც 3 შვილი მყავს და ლამაზი ბავშვები არიან და ღვთისმიერი ბავშვები არიან, რანაირად არიან ღვთისმიერი ბავშვები, თუ ცოლქრობა არ შეიძლება. და მე როგორ მივბაძო მაშინ ქრისტეს? რა არ შეიძლება ეგრე რა? ეგრე არ შეიძლება რომ მეთამაშოთ, გესმის? ვიღაცის დაწერილი არის ეს თავის თავს ჭრის თვითონ. არ შეიძლება ადამიანებს ესე ეთამაშოთ, რომ ქრისტეს არ ყავდა ცოლი, ჩვენ უნდა მივბაძოთ მათ, გვერქვას ქრისტიანები და თან ცოლშვილი არ ყავდეს და თან ყავდეს, თან ეკლესიაში დავიწეროთ ჯვარი, ნებას ხვდავს ეკლესია. მე-7 საოცრებას აწერს, 7 საოცრებათა შორის შედის ეს ჯვრის წერა. საოცრებათა შორის, ან საიდუმლოებათა შორის, 7 საიდუმლოებათა შორის შედის ქორწინება და თან ქრისტეს უნდა მივბაძოთ. ეგეთი რაღაცა არ არსებობს, კი? მაშინ რატო შედის ეს ქორწინება 7 საოცრებათა შორის? ერთ-ერთი არის ნათლობა, ერთ-ერთი საოცრება, დაბადება არის საოცრება, გარდაცვალება საოცრება და ცოლქრობა საოცრება, მაგრამ არა ქრისტიანული თურმე. როგორ გამოვიდა ეგ ახლა ვერ გავიგე. ქრისტე აღარ იქნებოდა და ადამიანი იქნებოდა მაშინ რა უაზრობა? იესო ადამიანი არ იყო? თუ ღმერთი იყო მარტო. ადამიანად დაბადებული ღმერთი იყო, ხო? რა უაზრობაა სული წმინდა რა არის? ქალი და კაცი არ შეიძლებოდა მაშინ და იქნებოდა კაცი და კაცი. დედა რა დღეში აქვს ამ ხალხს ნერვები? ანუ რა მაინტერესებს, როგორ უნდა გავმრავლდეთ, ვიმრუშოთ, სადაც ვინ ვის შეეყრება? ქრისტე არ იქნებოდა და ადამიანი იქნებოდა მაშინ. მაშინ ესე იგი გვეუბნება ქრისტე წარმოუდგენელს, რომ ჩვენ ქრისტეს რომ მივბაძოთ, ესე იგი კაცობრიობა, ესე იგი ჩვენ გვეუბნება, თავიდანვე გვეუბნება ქრისტე, რომ თქვენ ვერასდროს ვერ გახდებით ქრისტიანები, იმიტომ რომ თქვენ რომ ქრისტიანები გახდეთ, 100% ქრისტიანები გახდეთ, კაცობრიობა გაწყდება. ამას გვეტყოდა, ესე იგი მაგას გვეუბნება ქრისტე რა. კაცობრიობის გაწყვეტის გამო მოსულა ქრისტე. ჩვენთვის მოუწია მაგალითი, რომ მომბაძეთ მეო და იყავით შემნაერებიო და თანაც არ დაქორწინდეთო რა. აი რა ვიცი, მე ესე გავიგე. ჩვენ არ აგვაქვს უფლება, რომ გავღმერთდეთ და ქრისტესნაირი გავხდეთ. მარტო ქრისტე იყო ღმერთკაცი. ესაა თამარი, შენ მაგას ამბობ რა, რომ ესე იგი მარტო ქრისტე იყო ღმერთკაცი, დედამიწაზე ჩამოსული ის ადამიანი არ იყო, ადამიანის საშოდან არ დაიბადა და ადამიანი არ იყო. და აბსოლუტურად ყველა იმ ღვაწლს, რომელიც ქრისტემ გაიარა მარხვა, გაიარა ცნუნებები, ცნუნებებს ფეხი დაადგა, ანუ გაიმარჯვა მათზე, ეს ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე არ გაუკეთებია მას. არა, ღმერთი იყო და რაში სჭირდებოდა ადამიანური ბუნება მას, ხო? თქვენ ამას ამბობთ, ქალბატონო თამარ. თქვენ კიდე იცით რას ამბობთ? რომ ქალი და კაცის დაქორწინება აუცილებელია. მაგრამ ქრისტეს რომ მივბაძოთ, მაშინ ქალი და კაცის დაქორწინება არა ქრისტიანულია და არ არსებობს, არ შეიძლება.
ანუ მე გეუბნებით იმას, რომ ბოლო ჟამს ყველა ქრისტეს დაემსგავსება და ქრისტეს საძმოდ იწოდება, ხო? რანაირად იწოდება ქრისტეს საძმოდ? ესე იგი, აღარ დაქორწინდებიან, ესე იგი, ბავშვებს აღარ გააჩენენ, ესე იგი, გაწყდება კაცობრიობა და პლანეტაც ამით დაიხურება. ხო, მაგას მეუბნებით? არც მაგისა წინააღმდეგ გვარა მაქვს. თქვენ თუ ამბობთ ამას, ოკეი, მე ვამბობ, რომ კი, გეთანხმებით, მაშინ ეგრე იყოს. და მე რომ სამი შვილი გავაჩინე, ეხლა დავტოვებ ამ სამივე შვილს, ჩემ ქმარსაც და ვიტყვი მე წავედი ქრისტესთან რა. სუფეხზე მკიდია აქაური მატერიალიზმი, საერთოდ მართლა არ მაინტერესებს და წავედი, ავმაღლდები ისე და წავა. არ მაინტერესებს ახლა ჩემი ხორცი რაში მინდა რომ ავიმალო, რაში მჭირდება ჩემი ხორცი სამ წავალ რა, გავალ ტყეში და როდესღაც 50 თუ მე-60 დღეს შიმშილით მოვკვდები ალბათ და ესე იქნება და მე ჩემი სული აამაღლდება ქრისტესთან, იმიტომ რომ შევასრულე ყველაფერი რაც ქრისტე მითხრა, ცოლის ქმარიც მივატოვე შვილებიც ქრისტეს გამო და გავედი უდაბნოში და იქ ვიყავი და საერთოდ არ მინდა დაქორწინება რა ყოფილა თურმე არაქრისტიანული და საშინელება ეს რაღაცა რა. მომატყუეს მაგაშიც ვიღძლება ჯვარი დამწერეს ეკლესიაში და მითხრეს რომ ყოჩახ შენ ქრისტეს უყვარხარ იმიტომ რომ შენ ჯვარს იწერ ქრისტიანულად ჯვარს იწერ და საოცრებებში ყველაფერში მომატყუეს მაგ დამპლებმა ყველაფერში მომატყუეს ესე იგი მე განვრისხდი ახლა მორჩა всё არც შვილები და რა შვილები და რა ქმარი და რა ერი და რა გამრავლება და რა ქართველობა მაშინ რა აზრია ამ ყველაფერს რა ქართველობა ხალხოს არ მივდივართ იქ უფლის ციხეზე რა რისი მიწის დაცვა გვინდა აგერ არც შვილები ყოფილა მნიშვნელოვანი არც მიწა ყოფილა არც ხეული არაფერი და აგერ მიუბაძოთ ღმერთს და წავიდეთ სადღაც უდაბნოში გავიდეთ 40 დღე და მე ქრისტე მოგვივლის რა ქართველობაზეა ლაპარაკი რა ამიწა წყალზე მივცეთ იმ იუდეველებს კაცო ვისაც უნდათ აკაურობა და ეგრე იყოს მე ეგრე იყოს მაგას გასწავლის ქრისტე თურმე წინასწარმეტყველებები რაში მჭირდება კი ქრისტე რასაც მეუბნება იმას მიყვები წინასწარმეტყველებები თვითონ დაიჭირონ იმათმა ვიც წინასწარმეტყველეს ქრისტე რას მეუბნება მე უშუალოდ ის მაინტერესებს თორე ეგრე წინასწარმეტყველებები იმეებსაც აქვს მუსულმანებსაც აქვს და ებრაელებსაც აქვს და ურიებსაც აქვს და ვედებსაც აქვს ყველას აქვს წინასწარმეტყველებები წინასწარმეტყველებებს რომ მიყვე მე საერთოდ რაში მაინტერესებს მაშინ ქრისტეს სიტყვა რაში მაინტერესებს ქრისტეს სიტყვა თუ წინასწარმეტყველებები მაინტერესებს და მე მაინტერესებს ქრისტე რას ამბობს და არა წინასწარმეტყველებები რას იძახიან და წინასწარმეტყველებები რასაც ამბობდნენ არც ეგ არ გამორიცხავს არ ამბობდნენ ისინი რომ ქრისტე მოვა და უცოდელი იქნება მაგრამ უცოდელობაში ის ცოლის ყოლაც შედის კაცო ცოლის ყოლა არ ნიშნავს ცოდილობას და უცოდელობაში უცოდელი რო იქნება და უცოდელი კაცს მოკლავენ ეგ იმას არ ნიშნავს ცოლი და შვილი არ ეყოლება მას და ისე მოკლავენ არსად არ წერია რომ ქრისტეს ცოლი და შვილი არ ეყოლება არსად არ წერია არც წინასწარმეტყველებაში არც ძველში არც ახალში და ქრისტე რომ მოდის და სასწლო უნდა მოიყვანოს სასწლო ვინ არის რაში სჭირდება ქრისტეს სასწლო ცოლი არ ყავდა ეხა სასწლო სჭირდება ქრისტეს რომ მოვიდეს აქ დედამიწაზე თავის სასწლოსთან ერთად იქორწინოს მაშინ ზღაპრებს ყვები თუ რა ხდება ვერ გავიგე რაში სჭირდება ქრისტეს სასწლო ცოლი არ ყავდა ვინ სასწლოზეა ლაპარაკი ვინ უნდა დააქორწინონ ქრისტეს ვინ ამბობს მაგას ქალი გავგიჟი გეთანხმები ვერ გაარკვიე რა მოგწერე ჩემი მეუღლე კათოლიკი იყო და 8 წლის განმავლობაში იმდენივე საუბრე მართლმადიდებლობაზე წელს მოინათლა საქართველოში თამარ აბა მითხარი რას გულისხმობდი შეიძლება ვერ გავიგე სწორედ ქრისტე დედამიწაზე როგორც ადამიანი ისე მოვიდა ადამიანური ინსტინქტებით ცოლი ყავდა რა თქმა უნდა ასე უნდა ყოფილიყო თეათია წერს ბევრს მიუტოვებია ცოლიც და ქმარიც კი ბევრს მიუტოვებია ცოლიც და ქმარიც მაგრამ ქრისტეს არც ერთი არ მიუღია მაგის გამო რა ეგ არ არის მიუტოვებია ბევრს ცოლიც და ქმარიც და ქრისტეს შეერთებია მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცოლი და ქმარი არ უნდა ყავდეს და ქრისტეს თავის ცოლი და შვილები არ ყავდა ანუ გამოდის რომ ქრისტე იყო დასაჭურისებული რა და გამოდის რომ ქრისტე აბსოლუტურად თესლის ღრას უწმინდურად მიიჩნევს რა
ანუ ქრისტეს არ ქონდა, არ თესლის ღრა არ არსებობდა ქრისტესთვის. ნუ ეს იყო რაღაცა უწმინდურობის საკითხი რა და ეს ღმერთმა რაც შექმნა ქრისტე ღმერთის შექმნილი თავის თავს ეწინააღმდეგება თუ თესლი შექმნა ღმერთმა, მაშინ ისთვის შექმნა თესლი თუ არ დაიღვარა კაცმა ის, ხო? ანუ მე ვერ ხვდები რა. თუ მაშინ ქრისტე უნდა მოსულიყო, მამაკაცი კი არ უნდა ყოფილიყო, არც მამაკაცი ყოფილიყო და არც ქალი. არც ერთი სასქესო ორგანო არ უნდა ქონოდა მას. თუ ეგრე გვინდა რა. ეგ იქნებოდა მართლასასწაული. ის მამაკაცები, რომლებიც სექსს და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას უყურებენ უწმინდურად, ისინი ძალიან გარყვნილები არიან ტვინში და მათთვის წარმოუდგენელი არის, რომ ქრისტეს ყოლოდა თავისი სიწმინდით ყოლოდა ცოლი რა და წმინდა შვილები გაეჩინა. ანუ წარმოუდგენელია მათთვის, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქრისტეს შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ქალისთვის ყოფილიყო ერთ გულით. და ამიტომ დაასაჭურისეს ქრისტე, რომ არაო ის საერთოდ ცოლი არ ყოლიაო და ამათ ხნეს უკაცრავად მთელი ქალები, რუსები, უკრაინელები თუ ქართველები და თან ქრისტიანებს უწოდებენ თავს და თან ჩემზე ამბობენ, რომ ეგო მაგანო გარეკაო, კაცო, მაგის გამო არ წავათო ეხლა უფლის ციხეშიო, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები თქვა, რომ ქრისტეს ცოლი ყავდაო. და ეს კაცები უწოდებენ თავის თავს კაცს და ჩემს სიტყვაზე საქართველოს საკითხებს მოიცა რა იქ თამარია და გვეშინია რაღაცა იქ მისვლა, რაღაც არ დავიწყოთ ეხლა ქიგვიში იქ და უფლის ციხე წაუღია ეშმაკებსაც. ანუ რა ხდება თქვენთან მამაკაცებო? რა ხდება? ქრისტე ადამიანად მოევლინა სამყაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოლქმრობის საიდუმლოს ვერ უარყოფთ. დიახ, 64 მოვა. ბევრს მიუტოვებ. კი, შენ თუ იმას უწოდებ 64-ს, რომ ჩვენ გავშეშდეთ და აღარ შობადობა იყოს და ჩვენ უკვდავები გავხდეთ, რა ვიცი, მე ეგეთი 64-ის არაფერი წარმომიდგენია და არც მგონია, რომ ამ 64-ზე ლაპარაკობდა ქრისტე. მანანა წერს თამარ მართალი ხარ ყოველთვისო. არგუმენტირებულად მეგობრებო რა, ანუ მე არ გეკამათებით იმაში, რომ კი არ გეწინააღმდეგებით. უბრალოდ არალოგიკური არის და ლოგიკაში არ შეიძლება ღმერთი, მაგრამ ქრისტე თავის სიტყვებს ეწინააღმდეგება მაშინ თუ მას ცოლი არ იყოლებოდა, თავის სიტყვებითვე თვითონ ჩაიჭრებოდა რა, ის ღვთიური ვერ იქნებოდა. გესმით? და აი ეს საკითხი მაშინ, ხო? მაშინ ამ საკითხზე დავიწყებ ახლა მე საუბარს, რომ ცოლქმრული ცოლქმრობის ინსტიტუტი თუ ცოლქმრობის ჯვარწერა არაქრისტიანულია. გაუქმდეს ეკლესიაში ჯვრის წერები, კაცო, არ არსებობს. ეგეთი რაღაცა ქრისტეს არ უთქვას მაშინ ჩვენთვის, რომ ცოლქმრობა კარგია და რას ნიშნავს ჯვარს წერენ ეკლესიებში ქრისტეს სახელით? თქვენ ხო გაგიჟებულ ხართ ხალხო? იქ არ თხოვდებიან და არც ირთავენ, ეგ იცი რომ რატო თქვა? კინგ. იმიტომ რომ ცოლს ვერ ითხოვ და ვერც გათხოვდები. შენ ხარ მასთან ერთად. ამიტომ თქვა ქრისტე, მათ უთხრა რომ ცოლს არ ითხოვთ, ყველა ერთი ის არის თანასწორუფლებიანია. ყველა თანასწორუფლებიანია. ცოლიც და ქმარიც იქ არ მოვიყვანეთ ცოლი და არ გავთხოვდი. არ გათხოვება და ცოლის მოყვანა არის უკვე მცდარი. თვითონ სიტყვა არის მცდარი, იმიტომ რომ ვერავჯერ გაათხოვებ და ვერავჯერ მოიყვან, იმიტომ რომ შენ არავინ არ გეკუთვნის. შენ ერთადერთი რაღაც შეგიძლია მხოლოდ იყო როგორც ანქელიოსი. ანქელოსები როგორ იყვნენ, იცით? თავის იმას ხსონობდნენ მეორე ნახევარს, ყველასთან კი არ დადიოდნენ, კაცო. და არ მითხრათ ეხლა რომ ანქელოზებს ის არ ქონდათო რა ქვია, სასქესო ორგანოებიო. ანქელოზების
სასქესო ორგანოები რო არ ქონოდათ, აგერ დაცემული ანგელოზებმა რომ ადამიანის ქალები იმას ქნეს და შვილები გააჩინეს, არც ეგ არ იქნებოდა მაშინ მოყოლილი. რითი გააკეთებდნენ თუ არ ექნებოდათ სასქესო ორგანოები? თამარ, რას ამბობ, რას მეკითხები? ანუ თამარ, ვინ თქვა ეს უაზრობაო რა? ანუ რომელი უაზრობა? რო ცოლი ყავს ქრისტეს თუ ცოლი არ ყავს ქრისტეს? რომელია უაზრობა შენთვის? მაინტერესებს. კინგ, იქ არ თხოვდებიან და არც ირთავენ, ისინი არიან ერთად არიან. ისინი როგორც ანგელოზები ისე არიან, ისინი არც სხვას უყურებენ ბილწითვალით, არც ერთ ქალს არ უყურებენ ბილწითვალით და ქალი კაცს არ უყურებს ბილწითვალით, მაგრამ ისინი ერთად არიან. იმიტომ რომ ენერგეტიკული გაცვლა მამაკაცსა და ქალს შორის უნდა მოხდეს. არ არის აუცილებელი მაინც სასქესო ორგანოებში მოხდეს ენერგეტიკული გაცვლა. ეგ სულაც არ არის აუცილებელი, მაგრამ სასქესო ორგანოთი იმიტომ უნდა მოხდეს, რომ თესლი ჩაიღვაროს და დედამ როგორც ვითარცა მიწა, აიღოს ეს თესლი თავისთან და წარმოშვას ახალი სიცოცხლე, გესმით, ახალი შვილი. და ეს რომ არ მოხდეს, ხო? მაშინ გაჩერებულია ერთ ადგილზე და კი ბატონო, მე ვეთანხმები იმას, რომ შვილის გაჩენა არის ცოდვა. თქვათ, ხო, ევამ სცოდა და გააჩინა შვილი, მაგრამ ვის ეუბნება მაშინ ღმერთი რომ იმრავლეთ და იხარეთო? რანაირად უნდა იმრავლონ? თავისთავად უნდა გაყოვონ თუ როგორ რას ნიშნავს იმრავლეთ და იხარეთო? ღმერთი რომ ლოცავს თავის ერს. თუ ღმერთი თავის ერს ლოცავს იმრავლეთ და იხარეთო, რითი იმრავლეთ, რითი? ისა გადავაფურთხებ და მიწიდან ამოვა, კომპოსტო მომიტანს შვილს თუ რა გამრავლებაზე აქვს საუბარი, თქვათ, ხო? და თუ გამრავლება კარგია და ეს ღმერთს უხარია, მაშინ რატო იტყოდა ქრისტე რომ რატო არ უნდა ყოლოდა ქრისტეს შვილი და ცოლი? ერთი ეს მითხარით რა. ანუ რატო არ უნდა ყოლოდა კი არა, რატომ იქნებოდა უწმინდური რომ ქრისტეს ცოლი და შვილი ყოლოდა? რატომ იქნებოდა უწმინდური? რატომ? იმიტომ რომ დღევანდელ საზოგადოებაში როგორც ყველაფერი დამახინჯებულად მონაზონობა უფრო უკეთესი საფეხურია. მონაზონობა სულაც არ არის უკეთესი საფეხური. როცა ქრისტე გეუბნება რომ თუ არ შეგიძლია ერში ცხოვრება, ესე იგი უნარო ხარ, წადი ერიდან გაერი და ბერში წადი. თუ უნარო ხარ, თუ უნარო ხარ ერში ცხოვრების, წარმოგიდგენიათ რას ამბობს ქრისტე? და წარმოვიდგინო ეხლა კინგ, რომ ჩვენ უნარობით ქრისტეს ვეუბნებით რომ ქრისტე მე შენ შემოგიძღვენი ჩემი თავი? არც ერთ მონაზღვენს ქრისტე არ იღებს ზღვენად, რომელ ადამიანსაც აქვს უნარი რომ იყოს ცოლი, ყავდეს შვილები, ყავდეს და იყოს ერში და ის მოიყვეთ ამ საფეხურს. არც ერთს არ იღებს, იცით რატო? ის ეუბნება თუ არ შეგიძლია ერში ცხოვრება, წადი ბერში. და შენ ნებისმიერ ადამიანს ვეუბნები, ვინც ბერად აღიკვეცა იმის გამო, რომ ვითომ გონია რომ ქრისტეს მიუძღვნა თავი, გინდა მონაზონი და გინდა მამაკაცი მონაზონი და გინდა იღუმენი თუ გინდა ქალი მონაზონი. ყველა არის ცდარად წასული ეკლესიაში. იცით რატომ? ქრისტეს არ სურს ეკლესიას თავი შესწირო. ქრისტეს სურს რომ ისეთი იყო, როგორიც ქრისტე იყო. ქრისტე როგორი იყო? დადიოდა ხალხში, თავის მოწაფეებთან ერთად, საუბრობდა, ეხმარებოდა, სოფლიდან სოფელში, კარიდან კარზე და ასე. და შენ თუ ერთ ადგილზე გამოიკეტები და იქ მხოლოდ მეუფეებს ემსახურები, ხო, ჭყალებში მეუფეებს და შენ გგონია რომ ქრისტეს ემსახურები, ვაი შენს პატრონს უბედურს. თავარია გულით გწამდეს, გულში გქონდეს რწმენა, გულს უსმინე, ქრისტე გულში გყავდეთ, ხო? გეთანხმები. ქრისტეს უნდა მიუბაძოთ ადამიანებმა, ისე რომ როგორც ისე ცხოვრობდა დედამიწაზე უბრალოებით, კაცმოყვარეობით და ყველაზე მთავარი ისე ვიცხოვრეთ, როგორც დაგვიბარა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და არავინ არ გვიყვარდეს ერთმანეთი და არავინ არ გავუკეთოთ, არავის არ გავუკეთოთ ის, რაც ჩვენ არ გვინდა ჩვენთვის. ბიბლია არ გვამცნობს, რომ ქრისტეს ცოლი ჰყავდა. შეიძლება ჰყავდა კიდეც, მაგრამ არა მგონია ამის გამო ღირდეს დავა. მართალი ხარ, ნამდვილად მართალი ხარ. ჩვენ
ყოველთვის ბევრი რამ დაფარულია და შეუცნობელია. ერთი რამ კი ყველა ჭეშმარიტ ქრისტეს მოეთხოვება, გვწამდეს, გვიყვარდეს უფალი და არავისთვის არ გვინდოდეს ის, რაც ჩვენთვის არ გვინდა. ხო, ისა ირმა, აი რა კარგი სიტყვა დაწერე, ხო? ეხლა იმის გამო რომ ჩვენ ერთმანეთი დავჭამოთ, ქრისტეს ცოლი ყავდა თუ არა, მოაღწია ჩვენამდე ამ ინფორმაცია თუ არა, მაგის გამო ჩვენ არ უნდა ვიჩხუბოთ და მეორე კიდე ის რომ ქრისტეს რომ ცოლი არ ყოლოდა, ხო? აი ვთქვათ, ქრისტეს თუ ცოლი არ ყავდა, მაშინ ჩათვალეთ რომ მაგრად გამიტყდება მე, იმიტომ რომ მე თავი ქრისტიანი მეგონა რა. და ქრისტეს რომ ცოლი არ ყოლოდა, მე რანაირად ვიყო ქრისტიანი, თუ იმას მინდა რომ მივბაძო ქრისტეს და აგერ აღმოჩნდა რომ თურმე ცოლი არ ყავდა და ეხლა მე რომ ყავს ქმარი რა ვქნა ეხლა? არა ვარ ესე იგი ქრისტიანი? ანუ ესე გამოდის რომ ქრისტეს ვერ ვბაძავ ერთ-ერთში. ვერ ვბაძავ, ვერცერთი ვერ ვბაძავთ ქრისტეს ერთ-ერთში და საერთოდ რა ეროვნებაზეა ლაპარაკი და რა ერის გამრავლებაზე და რა ერის დაცვაზეა საუბარი მაშინ. ანუ მე ვერ ხვდები მაშინ ქართველობა რატო არის ძალიან მაგარი, ან რატო უნდა შემონახულიყო ქართული სისხლი. აი მაშინ ვეღარ ვხვდები უკვე თუ ქრისტე გვეუბნება რომ გაწყდითო კაცო გაწყდითო და მაშინ მე რატომ ვიცავ ქართულ ჩემს სისხლს? გამაგრე რა სისხლი, რის სისხლი წადიშვილო, ვის სჭირდება შენი სისხლი ვთქვათ, ხო? რაში სჭირდებოდა ქრისტეს ეხლა შენი სისხლი? ან შენი ეროვნება, ან შენი რა ვიცი რა, ხორცი. რეციური ქორწილი და საპატარძლო იქ არიან, ნათელში არიან, იქ არიან მხოლოდ. სად იქ? იქ რას ნიშნავს? უვი, უი, თუ უვი, უვი. წერია რომ შვილები ყავდა? ეხლა ახალი ინფორმაციებით, რომელიც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა და რომელიც სავარაუდოდ მოიპოვება ესე იგი ებრაულ არქივში, ქრისტეს ყავდა ორი ქალიშვილი, ეს იყო ერთს ერქვა სარა თამარ დამარის და მეორეს არ ვიცით რა ერქვა, რომელიც 26 წლის ასაკში გაუჩნდა. ეხლა მოდი და თავი იჭყლით და ეს მართალია თუ არა ეს ინფორმაცია რა? არ ვიცი. წავიდეთ ებრაულ არქივში და ამოვგეკოთ და გავიგოთ ერთად არის თუ არა სიმართლე ეგ. და მეორე კიდე არსებობს ესეთი პაპირუსი, სადაც წერია მოიხსენიება მარიამი ქრისტეს ცოლი, აი ესე წერია იესოს ცოლი, ესე მოიხსენიება. მოდი და ეხლა ის ვიჭყლიტოთ, რატო წერია იქ მარიამი იესოს ცოლი. ესეც ვიჭყლიტოთ თავი. რა ვიცი, არც ის გვიწერია, არაფერი არ გვიწერია, მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს ქრისტეზე, არც ის მტკიცებულება გვაქვს რომ ამაღლდა, არც ის მტკიცებულება გვაქვს რომ საერთოდ არსებობდა ქრისტე და ასე შემდეგ, ესე მიუყვეთ მტკიცებულებებს ან გვწამდეს და საერთოდ მტკიცებულებები არ გჭირდება. ზეციური ქორწილი, სარძლო, როგორ არა ნათელში არიან სული ცოცხალია ქრისტე, ნათელია სიცოცხლის ხე, ზეციური იერუსალიმი, მეფე, როგორ არა? ხო, და გულში უნდა ევედროთ ხსნა ქრისტეს თუ ვიცით რომ ხსნელია. რა ვევედროთ? უი. ანუ რა უნდა ვევედროთ? ზეციური ქორწილი, სარძლო, როგორც სარძლოსთვის მოდის აქ დედამიწაზე რომ დაქორწინდეს აქ. ესე არის ნათქვამი რომ სარძლო უნდა დახვდეს, რომელმაც სძლია ამასოფლის ცდუნებებს, როგორც ქრისტემ სძლია. ესმით? აი ის იქნება ქრისტეს სასძლო თუ სარძლო და რა ვიცი მე რა 1000 გვარ ზღაპარს წავიკითხავთ და 1000 გვარ ზღაპარს მოვიფიქრებთ, მაგრამ ერთმანეთის საწინააღმდეგო არ უნდა იყოს ესენი მეგობრებო რა. კარგით? ანუ თქვენ ახლა იმაზე ნუ გაბრაზდებით, ჩემო კარგებო, ხო? რომ მე ეს თემა წამოვჭერი და ნურც ეს შეგაბრკოლებთ იმაში, რომ საქართველოს მიხედოთ და დაიცვათ წმინდა ძეგლები. და ნურც ის შეგაშინებთ, თუ მე იქ მოვხდი თქვენთან ერთად, რომ მე თავს წაგაცლით ან შეგჭამთ. ნუ შეშინდებით, მეგობრებო.
დადექით იქ, სადაც საჭიროა საქართველოსთვის. ჩემ გამო ნურსაც ნურ წახვალთ, ჩემს გამო ნურს გადადებთ წასვლას. გესმით? ანუ მე ეს მინდა და მეთქვა თქვენთვის. დანარჩენი თქვენ როგორ ფიქრობთ და მე როგორ ვფიქრობ, ეს ყველას ინდივიდუალურად ეუბნება ქრისტე, რომ შენს გულში ჩაიხედე და იქ ნახავ. და ამაზე ნუ ვიდავებთ ახლა რა, რომ მე მწამს თუ არა ქრისტეს ცოლი ყავდა თუ შვილები და შენ გწამს თუ არა, რომ აი თავი მოგაჭრა, რომ შენ ესე რატო გწამს და შენ ესე რატო გწამს. გესმის? ამაზე სადავო არ უნდა იყოს ნამდვილად რა. და ეხლა იმას არ გეუბნებით, რომ გინდა თუ არა ერის დედა ვარ მეთქი და აი ახლა მე რასაც გეტყვით ის გააკეთეთ, ზუსტად ის არის 100%. გეუბნებით მე სადმე რა მაგას, მე გეუბნებით ჩემს აზრებს გაწვდით, ჩემს მოსაზრებებს, ჩემს შინაგან სამყაროს. მე არც ილიასავით მივიწერე ის რომ უწმინდესი და უნეტარესი ვარ, ღვთის ტიტული მივიწერე, არც ერის მამობა მივიწერე და არც ერის დედობა მივიწერე. არც ერის დედა ვარ და არც ერის მამა ვარ. მე რას გამოვთქვავ, ეს თქვენი შესაშინებელი საბუთი არ უნდა იყოს. თქვენ ამაზე არ უნდა აღელდეთ, მეგობრებო, მე რას გამოვთქვავ და რას არ გამოვთქვავ. თქვენ იმაზე აღელდით, რომ საქართველოს გართმევენ და საქართველოს მიწაწყლები და საქართველოს კულტურული ძეგლები მისაკუთრებული აქვს სხვა ერის წარმომადგენლებს, თუმცა ქრისტე გეუბნება და ღმერთი გეუბნება, შენ თუ არ მიხედავ შენს ვენახს, სხვას მოვიყვან და სხვას დავსვავ პატრონად და აგერ ყოფილა თურმე საკითხი და მე კი ნუ გამიბრაზდებით, თქვენ თავს გაუბრაზდეთ, როცა ღმერთი მოიყვანს, სხვა მევენახეს და აგერ დასმულიყავს, სხვა მევენახე დაგვისვა ღმერთმა უფლის ციხეში და შენ კიდე იმას ამბობ, რომ თამარი არისო იქო და ის არ წავალო? შენ რა ვისი წარმომადგენელი ხარ, რა აზროვნების წარმომადგენელი ხარ, ვინც ესე ფიქრობ? ის გამო რომ მე გამოვთქვი იქ წასვლის სურვილი და მამისა ჯაფარიშვილს შეუერთდი, შენ გადადე ეგ საქმე? ხომ კარგად ხარ? კარგი რა, მამაკაცი ხარ თუ ჩვარი ხარ? თუ ჩვარი ხარ, დარჩები სახში და თუ მამაკაცი ხარ, მიიხვალ და დაიცავ იმ კულტურულ ძეგლს, რომელიც გეკუთვნოდა ერთ დროს შენ და მე და ქართველს. და რა ქართველობაზე და ეროვნებაზეა საუბარი, აგერ ქრისტე თურმე გეუბნება, რომ არ უნდა დაქორწინდეთ და მომბაძეთ მეო და რა დროს ეროვნებაზეა და გამრავლებაზეა კაცო საუბარი, გაორებაში ნუ ხართ რა. მაშინ კი ვილოცოთ ესე, რომ ღმერთმა ნუღა გაგვამრავლოს, ღმერთმა ქრისტესნიერი გაგხადოს და იმ მამაოსავით ღმერთმა ამოგწყვიტოს მონაზვნობაში. მაშინ აი ესე გამოგდის რა. აი ახლა მაგ ლაპარაკებით გამოგდის ის, რომ თურმე ის მამაო მართალია, როცა გეუბნება, რომ სად შეგვიძლიაო კაცო მაგდენი ეგეთი წმინდანები ვიყოთ როგორც ქრისტეო, ამოვწყდეთო იმაშიო, მონაზვნობაშიო. ღმერთმა ინებოსო, რომ ამოვწყდეთ მონაზვნობაში. გინდათ ეგ? ესე იგი მაგას გეუბნება ქრისტე? თუ ეგრე გინდათ, ეგრე დატოვეთ ძმაო და დებო და თუ არ გინდათ ეგრე და თუ გინდათ რომ გაიგოთ ქრისტე რასაც ლაპარაკობს, მაშინ ისე მიიღეთ როგორც ქრისტემ გითხრა და ქრისტე რომ ანუ ნახეთ, ქრისტე არ მოვიდოდა აქ დედამიწაზე, ჩვენ იმისთვის მოვიდოდა რომ მაგალითი მოეცა, ხო? და ქრისტე თუ ის მაგალითი მოგცა რომ ცოლი არ ყავდეს და ქმარი არ ყავდეს, მაშინ ჩვენ საცოდავები რა დღეში ვართ. თურმე აგერ უწმინდეს და უნეტარესი უწოდეთ ჩვენს მამას და მთელი ერი ოჯახის სიწმინდით მონათლა და ისა მესამე შვილებიო, დაჟე წარმოიდგინე მესამე შვილს, ანუ მრუშობაში ამყოფებს ეს. ქრისტემ რა გითხრა, ის გავიგოთ თუ ის მრუშობა რაც გითხრა ილიამ ის გავიგოთ. ერთი გამაგებინეთ რა გაორებაში და გახუთმაგებაში ხართ, ერთი გამაგებინეთ რა. ძალიან მიკვირს მე თქვენი რა. ძალიან მიკვირს. აი ეწინააღმდეგებით ქრისტეს პირდაპირ და ღმერთის გეგმას, რომ ღმერთმა მოიყვანა ქრისტე იმისათვის, რომ ჩვენ მიგვებაძა მისთვის, რომ გაგვეგო რას ამბობს ღმერთი და დღესაც ვერ გავიგეთ როგორც ჩანს რა. ეს თემა არა ახალი, ამ თემას დიდი ხანია განიხილავს კათოლიკური ეკლესია, ეგრე მამათ მავლებსაც კი განიხილავს და მამათ მავლების ის დაუშვა, რომ პასტორები გამხდარიყვნენ, მამათ მავლები მღვდლებად აკურთხა და ეგეთი რაღაც. ეხლა ეს კათოლიკური ეკლესია რას განიხილავს და რას არ მაინტერესებს, მართალი გითხრა რა. შენ რას ფიქრობ, უშუალოდ შენ რას ფიქრობ და მე რას ვფიქრობ, ის მაინტერესებს და აი თქვენ ქართველები რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით, როგორ გავაკეთოთ ეხლა მითხარით, აი მაინტერესებს რა. ქრისტეს მიუბაძოთ თუ ოჯახები ყავდეს მაინც და ჯვრისწერა საიდუმლოებიდან უნდა ამოვიდეს ეს ჯვრისწერა მაშინ.
არ არსებობს. თუ ქრისტემ თქვა რომ არ შეიძლება ცოლის ყოლა, მაშინ უნდა ამოვარდეს საიდუმლოებიდან ჯვრისწერა. აუცილებლად უნდა ამოვარდეს, რანაირი ქრისტიანები გამოდივართ, მე ვხედავ რა. ხო და ამით დავამთავრებ, მეგობრებო, თქვენ გადაწყვიტეთ რა, ან ჯვრისწერა ამოიღეთ იქიდან, რა ქვია, საიდუმლოებიდან, საეკლესიო საიდუმლოებიდან და ან კიდე ქრისტე დააქორწინეთ, რა ვიცი, მე როგორც გინდათ ისე მოიქეცით. ნუ ხართ გაორებაში რა. ქრისტეს ცოლი არ ყავდა. ხო და მაშინ ამოვიღოთ ცოლის მოყვანა და ქმარზე გათხოვება, ამოვიღოთ საეკლესიო იმიდან. საიდუმლოდან. ამოვიღოთ, რატო არის? არ გიჩნდება კინგ კითხვა? რატო მაინც რატო ვეთანხმებით ქორწინებას მაშინ? ქორწინება ქრისტიანული არ არის, ესე იგი. ხო, ანუ კინგ გეთანხმებით რომ ცოლი არ ყავდა მაგალითად, მაგრამ ამოვიღოთ ესე იგი ცოლფრობა და წავედი, ახლა ხვალვე გავშორდები ჩემ ქმარს დღესვე. და ვამბობ რომ მე ქრისტეს ვბაძავ და ქრისტეს ვუერთდები და ქრისტიანი მინდა რომ ვიყო და ქრისტიანი მინდა რომ ერქვას. რა დროს ქმარი და შვილებია, კაცო, რა სისულელეა, რა გაორებაში ვართ. ორ ბატონს ერთად ვემსახუროთ, თან შვილები ყავდეს და ქმრები და ცოლები და თან კიდე ქრისტიანები უწოდოთ. და ქრისტე მინდა რომ ვიყო, ქრისტეს მინდა რომ დავემსგავსო. რატო მომატყუა ეკლესიამ? რატო შემიყვანა შეცდომაში, ხო? ვამბობ რა ჯვრისწერა, თან ეკლესიურად დავიწერე ჯარი. ეკლესიურად ჯვრისწერა, ქრისტიანული თვალსაზრისით, ქრისტიანული წესდებულებით. მარინა კობულაშვილი ამბობს, აბსოლუტურად მართალი ხარ, თამარო. მაგი არაფერი შუაშია, ცოლქმრობა და ქრისტე და კინგ. კინგ. რას ნიშნავს არაფერი შუაშია? ესე იგი ქრისტეს დონეს ვერ მივახცევთ? ანუ ქრისტეს დონეს გამოვრიცხოთ რომ მივახცევთ? რატო არ არის შუაში? მაგაზე ვსაუბრობთ ეხლა რომ ცოლქმრობა ქრისტიანული არ არის, იმიტომ რომ ქრისტეს არ ყავდა ცოლი და ეხლა მეუბნები რომ არ არის შუაშიო? აბა მაშინ ისიც არ არის შუაში, რომ ისა რა ქვია, იაღვეველები რო იწახიან, რომ იაღვე ქრისტეს მამა არისო. მაშინ არც ეგ ყოფილა შუაში. გაერთიანებაა ჯერ პირველი, მეორე შეიძლება განვავრცოთ ეს ყველაფერი და დაუბრუნდეთ იქ, რაც წამდა ჩვენს წინაპრებს და ამ სიტყვით დავასრულებ ახლა მე. წინაპრებს კი არა და ღმერთს რაც სურს ის მოსული იყოს ჩვენ ცნობიერებაში. ამინ უფალო, მოიტანეთ ჩვენთან ეს ცნობიერება, გაგვიცხადე ძალიან მალე, თვალნათლივ ყავდა ქრისტეს თუ არა ცოლი და ვინ იყო მისი ცოლი და ვინ იყვნენ მისი შვილები, თუ ყავდა მას ცოლი და შვილები. აი ამინ, ამინ, ამინ. ამაზე ჩვენ მივიჩხუბებთ, კარგი? ანუ ღმერთი თვითონ გაგვიცხადებს, ყავდა თუ არ ყავდა. ოკეი, ანუ მე არ გიწინააღმდეგებით, მე ყველანი მიყვარხართ ისე როგორც ყველანი მიყვარხართ საქართველოში მყოფი ქართველები. როგორ არ ყავდა, მაგრამ ორივე ნათელი აზეციერი მამის შვილი და ასე იქაური მეფეც. ქრისტეს მივბაძოთ ოღონდ ქრისტეს ნებით. ამინ, ამინ, ამინ. კაი, წავედი ახლა, გაკოცეთ მე ყველას და გნახავთ ალბათ დღეს არის ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათს გნახავთ 2 საათზე უფლის ციხეში. აბა ქალბატონებო, იაქტიურეთ, დავიცვათ, დავიბრუნოთ ჩვენი უფლის ციხე, იმიტომ რომ თუ უფლის ციხეს არ დავიბრუნებთ, სრულიად საქართველო დაკარგული გვაქვს. წარმოიდგინეთ ესე. თუ უფლის ციხეს არ დავიბრუნებთ. თუ უფლის ციხეს დავიბრუნებთ, ჩათვალეთ რომ ქაჯეთის ციხე აღებულია ქაჯებისგან და საქართველო ჩვენია. ისევ ჩვენ ვართ პატრონები და სხვა მე ვენახე იქით წავიყვანოთ, რავი, ღმერთთან გავაგზავნოთ. გაკოცეთ.